მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. დღეს გთავაზობთ ვერძების ტაროსკოპს 2026 წლის აპრილისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია, ან როგორ იგრძნობთ თავს თვის განმავლობაში. ასევე გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ნახოთ რა მოაქვს ამ პერიოდს თქვენთვის, ან რა უნდა მიიღოთ თქვენით, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რაზე უნდა თქვათ უარი, რა მიაქვს ამ პერიოდს და უნდა დათმოთ. ნახოთ ასევე ფარული მოვლენები, ასე ვთქვათ წყალქვეშა დინებები, რა შეიძლება იყოს პერიოდის განმავლობაში. შევეხოთ თქვენს პირად ცხოვრებას და სასიყვარულო ურთიერთობებს, ასევე შევეხოთ საქმიან სფეროს და თვით რეალიზებას და რა თქმა უნდა გავარკვიოთ ფინანსური შესაძლებლობებიც. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. ხმლების ექვსიანი ცვლილებების ენერგია, უარესობიდან უკეთესობისკენ სვლის ენერგია. ეს არის გაცნობიერება, მომავლის დანახვა, ახალი ინფორმაციის მოპოვება, მოძიება, შეცნობა გარკვეული საკითხების, რომელიც აქამდე ბუნდოვანი იყო თქვენთვის. დაკავშირებული იქნება ეს თქვენთვის გადაადგილებებთან, ცვლილებებთან, სიახლეებთან და შესაძლებლობების გაფართოებასთან. ნახოთ რა მოაქვს თვეს და რა უნდა მიიღოთ ამ პერიოდში. მონეტების რაინდი, პერიოდს მოაქვს წინსვლა, წარმატებების ენერგიაც, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ნაჩქარევი, ერთბაშად მიღებული შესაძლებლობები. ეს არის ის რესურსი, რომელშიც მუდმივად ვდებთ გარკვეულ ენერგიას, ვუთმობთ დროს, ვავითარებთ და თქვენ მოგეცემათ სწორედ ამის შესაძლებლობა. ჩამოაყალიბოთ გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში გარკვეულ წარმატებებამდე მიგიყვანთ და მოგცემთ შესაძლებლობას აქამდე არსებული სურვილების, იდეების, ოცნებების მათ შორის რეალიზება მოახდინოთ. არა აპრილის განმავლობაში, ეს ბარათი არ გულისხმობს სწრაფად მიღწეულ მიზნებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აპრილის განმავლობაში თქვენ შეძლებთ მოახდინოთ ფორმირება იმ გზის, იმ გეგმის, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ დასახული მიზნების რეალიზებამდე. ნახოთ რა მიაქვს ამ პერიოდს. თუ რამეს ითმენდით აქამდე, თავს იკავებდით, ზღუდავდით, მაგალითად უარს ამბობდით სასურველ ნივთებზე, მოვლენებზე, ცოდნის შეძენაზე მათ შორის და ითვალისწინებდით უფრო მეტად სხვების აზრს, ითვალისწინებდით გარე ფაქტორებს, გარემოებებს. შესაძლებელია თქვენ თვითონ უწესებდით თავს გარკვეულ შეზღუდვებსაც. ამ პერიოდში ეს შეზღუდვების მოხსნა მოხდება, თქვენ გააცნობიერებთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რომ საჭიროა ცვლილებები და აი ამ ცვლილებების ხმას შეეცდებით, რომ მიყვეთ. და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგივათ მე-14 მაღალი არკანი განკურნებას, გაჯანსაღებას, წარმოსახვის გასწორებას და უფრო რეალისტურ ხედვებს გულისხმობს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოზიტიურად გამოიყენებთ ამ თვის ენერგიებს. ნახოთ ფარული ხელშემშლელი ფაქტორები, რა შეიძლება იყოს ამ პერიოდში. ეს არის ხმლების მეფე, შეიძლება კონკრეტული პერსონაჟი იყოს, ადამიანი, რომელიც არის უფრო რაციონალური, სკეპტიკოსი, შესაძლებელია ეს თქვენი ოჯახის წევრიც იყოს, მაგალითად, რომელიც მისდაუნებურად ან ძალიანაც გაცნობიერებულად ბლოკავს თქვენს იდეებს, მაგალითად გაგიჩნდათ სურვილი პირობითად, რომ ვთქვათ, რაღაც შენაძენი გააკეთოთ და მეორე ადამიანი გეუბნება, რომ არა, ამის დრო არ არის, ეს დიდ ხარჯს მოითხოვს, ან დროს მოითხოვს, ან ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი. ეს პირობითი მაგალითია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება თქვენს ინიციატივებს და ამით ან გაცნობიერებულად, ან მისდაუნებურად ბლოკავს თქვენს შესაძლებლობებს და წინსვლის პროცესს, განვითარების პროცესს.
მეორე მხრივ შეიძლება თქვენივე ენერგია იყოს და თქვენ თვითონ გქონდეთ მსგავსი ეჭვები, სკეპსისი, არ იყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში და გიჭირდეთ აი ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა, მობილიზება, გარკვეული განაცხადის გაკეთება, რომ გამოავლინოთ თქვენი სურვილები და უნდა იცოდეთ, რომ ეს ის ენერგია, რომელზეც თვის განმავლობაში მოგიწევთ მუშაობა, სწორედ იმიტომ, რომ მოახდინოთ საბოლოო ჯამში თქვენი სურვილების და მიზნების რეალიზება. ვნახოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გამოვლინდება ეს ენერგიები. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი, საკმაოდ კარმული, ციკლური არკანია. ის გულისხმობს ერთი მხრივ მოულოდნელობებს ამ პერიოდში, შესაძლებელია სრულიად რადიკალურად ახალი გარემოებები გაჩნდეს თქვენს პირად ცხოვრებაში, მაგალითად მარტო შეხვდით ამ პერიოდს და თქვენ ცხოვრებაში გაჩნდეს ახალი საინტერესო ადამიანი, ან შესაძლებელია კამათი და დაძაბული ურთიერთობა გქონდათ პარტნიორებს და სწორედ ამ პერიოდში მოძებნოთ რაღაც წერტილი გადაკვეთის შეთანხმების, სადაც დაალაგდება თქვენი ურთიერთობა და შეძლებთ მომავალში ახალი ეტაპი დაიწყოთ ამ თქვენი კავშირის. თუმცა ასევე შესაძლებელია ეს ბარათი კარმულ დონეზე გულისხმობდეს იმას, რომ თქვენ მოიმკით იმ ნაბიჯების შედეგებს, რომელიც ადრე გადადგით, მაგალითად თუ დიდი ხანია ცდილობდით რამეს, ეს შეიძლება იყოს ბინის, ტერიტორიის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ქალაქის ან ქვეყნის მათ შორის, შეიძლება სწორედ აპრილის განმავლობაში მოგეცეთ ამის შანსი. ან თუ გეგმავდით, რომ ბინაში ინტერიერი გაგიახლებიათ, ან გაგერემონტებიათ, ან ახალი ავეჯი შეგეძინათ, სწორედ ამ პერიოდში შეძლებთ ამის რეალიზებას. ან თუ ფიქრობდით, რომ ერთად სადღაც სამოგზაუროდ წასულიყავით და ამისთვის აგროვებდით გარკვეულ თანხას, დანაზოგს აკეთებდით, შესაძლებელია სწორედ ამის რეალიზება მოახდინოთ, ან პირიქითაც შეიძლება მოხდეს, ბედის ბორბალი ორივე მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ტრიალებს და თუ აქამდე არ უფრთხილდებოდით ერთმანეთს, არ ზრუნავდით საკუთარ ურთიერთობაზე და გარკვეულ პრობლემებს, ასე ვთქვათ, თვალს უხუჭავდით, სწორედ ამ პერიოდში შეიძლება იფეთქოს ასეთმა გაუაზრებელმა და გადადებულმა პრობლემებმა. ამიტომ ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია წყვილების შემთხვევაში. მონეტების ტუზი, მე ვფიქრობ, რომ აქ მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებზია საუბარი, თქვენ მოგეცემათ შანსი ცხოვრების და ურთიერთობის ახალ თავზე გადახვიდეთ, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის, მეტი რესურსით, მეტი შესაძლებლობებით. ეს არ ნიშნავს, რომ აქ უკვე შედეგები დაიდება, პირიქით, თქვენ ძალიან საინტერესო ეტაპზე გადახვალთ ურთიერთობის, სადაც ყველაზე საინტერესო ყველაფერი წინ გელოდებათ და მაქსიმალურად საჭიროა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, არ გაუშვათ ხელიდან, იმიტომ რომ ეს არ არის პერიოდი, რომელიც შეიძლება ვთქვათ 2-3 თვის მერეც დაიწყოს. ეს არის აპრილის ენერგიები, რომელშიც მნიშვნელოვანია ჩადოთ პირველი მარცვალი, ასე ვთქვათ, ჩარგოთ და ათესოთ, რომ იქიდან მერე რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოიზარდოს. მე წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია მათთვის, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს. ხმლების ოთხიანი საკამაოდ ინერტულად შეხვდებით პერიოდს და გაივლით ამ პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ გარედან შანსები მოგეცემათ, რა თქმა უნდა, თქვენ არ იქნებით მზად იმისთვის, რომ ეს ენერგიები მიიღოთ, არ გექნებათ განწყობა, რომ რაღაც სიახლე მოსინჯოთ თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება გადაღლილობის ბრალი იყოს, ეს შეიძლება ნეგატიური გამოცდილების, ანუ წინა ურთიერთობებიდან მიღებული ნეგატიური გამოცდილების შედეგი იყოს, მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ ბედის ბორბლის ეს ენერგია, მეათე მაღალი არკანის ენერგია, რომელიც არის კიდეც სხვათა შორის 2026 წლის ენერგია ტაროლოგიური თვალსაზრისით, რომელიც შანსია, შესაძლებლობა, სიახლეების ნაკადია, რომელიც სასურველია, რომ მიიღოთ და პოზიტიურად გამოიყენოთ ყველანაირი შანსები, რომელიც
აპრილის განმავლობაში მოგეცემათ. და ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს პერიოდი მათთვის, ვინც დაძაბულ კონფლიქტურ სიტუაციებში ხართ. აქ ვერ ვხედავ ცვლილებების ენერგიას, უფრო მეტი დისტანცია გაჩნდება თქვენ შორის, ერთი მხრივ ეს შესაძლებელია ურთიერთობის გაციებაზეც მეტყველებდეს, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლებელია სწორედ ამ გზით შეძლოთ კონფლიქტებისგან თავის დაღწევა და ზოგიერთ შემთხვევაში იცით ალბათ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, ასე რომ უნდა მისცეთ დროც თქვენს თავსაც, პარტნიორსაც, გადაალაგოთ თქვენი აზრები, დამოკიდებულებები და მიიღოთ მერე უკვე ცივი, რაციონალური გონებით საბოლოო გადაწყვეტილებები, ასრულებთ თუ არა ურთიერთობას, ან თუ აგრძელებთ, როგორ აგრძელებთ და რა შეთანხმებებამდე მიდიხართ ამ ურთიერთობაში. ვნახოთ საქმიანი სფერო და თვითრეალიზება აპრილის განმავლობაში, მონეტების 6-იანი არაჩვეულებრივი პარტნიორული ურთიერთობების ენერგია. ამ შემთხვევაში თქვენ მხარდაჭერა გექნებათ კოლეგებისგან, კლიენტებისგან, გაჩნია რა პირობებში და რა საქმიანობას ეწევით. ასევე დახმარება თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ თამამად მიმართოთ ნებისმიერ მცოდნე ადამიანს, ან თანამშრომელს, ან თქვენს კოლეგას და გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი და ასევე თქვენს თუ მოგმართავენ ამ პერიოდში გარკვეული თხოვნებით, აუცილებლად დაეხმარეთ სხვებს, მოვა დრო და ეს ყველაფერი აუცილებლად დაგიფასდებათ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. თასების 10-იანი, თქვენ ამ პერიოდში იქნებით თვითკმაყოფილიც, გარემოთიც კმაყოფილი, გიქნებათ ყველანაირი პირობა თვითრეალიზებისთვის, საკუთარი იდეების განხორციელებისთვის, უფრო მეტიც შესაძლებელია ეს ენერგიები ჯამურად გულისხმობდეს, რომ თქვენ უკვე ბევრი გააკეთეთ გარკვეული პროექტისთვის, იდეის განხორციელებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმის დამტკიცებისთვის მაგალითად და ეს ის პერიოდი იქნება აპრილი, როდესაც ეს ყველაფერი დაფასდება, თქვენ იგრძნობთ, რომ სხვები ხედავენ თქვენს შესაძლებლობებსაც, უნარებსაც, ცოდნასაც, ძალიან აფასებენ ამ ყველაფერს და პლუს თქვენ გთვლიან კოლექტივის ძალიან უმნიშვნელოვან წევრად. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე ხვდება ამ პერიოდს და უნდა დასაქმება. მონეტების 5-იანი, სამწუხაროდ ამ პერიოდში თქვენი დასაქმება ვერ განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გექნებათ არაერთი მცდელობა დასაქმდეთ, შესაძლებელია გააგზავნოთ თქვენი რეზიუმეები, გაიაროთ გასაუბრებებიც და შესაძლებელია აქეთაც მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია, ვთქვათ, ახლობლებისგან, რომელიღაც ვაკანსიებზე, რომელიც შეიძლება დაგაინტერესოთ კიდეც, მაგრამ თქვენში არ არის მზაობა სინამდვილეში დაიწყოთ ახალი სამსახური, არ ხართ მზად გადახვიდეთ მაგალითად დღის ახალ რეჟიმზე, არ ხართ მზად რომ დღის გარკვეული მონაკვეთი დაუთმოთ საქმეს და ვთქვათ გრაფიკში ჩასვათ თქვენი დღის წესრიგი, ამიტომ აქ ვერ ვხედავ რომ თქვენ შეძლებთ შეთანხმებას და საბოლოო ჯამში დასაქმებას. გირჩევთ იფიქროთ ამაზე და რა კი განწყობებშია პრობლემა, მე როგორც ვხედავ, შეიქმნით სამუშაო განწყობა და თქვენ თავთან შეათანხმეთ პირველ რიგში, რისთვის ხართ მზად და რა არის ის საქმე, თვითრეალიზების ის ფორმა, რომელიც გარდა იმისა, რომ შემოსავალს გაგიჩენთ, თან სიამოვნებას მოგანიჭებთ და თქვენთვის იქნება ეს უკვე არა სიზარმაცესთან დაკავშირებული, არამედ ენთუზიაზმთან და გარკვეულ შთაგონებასთან და სურვილს გაგიჩენთ, რომ იშრომოთ თქვენი საყვარელი საქმის კეთებით. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია მათთვის, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ. მეოცე მაღალი არკანი სამსჯავრო, საკმაოდ საინტერესო ენერგიაა იმისთვის, რომ მოახერხოთ და მოახდინოთ თქვენი ბიზნესის გაწმენდა ისეთი მანიპულაციებისგან, ისეთი საქმეებისგან, ისეთი მიმართულებებისგან, რომელსაც არ მოაქვს სათანადო შედეგები, რომელსაც შეიძლება ბევრი რესურსი მიაქვს, ძალიან დიდი ხანია ელოდებით განვითარებას და ხვდებით, რომ განვითარება არა და არ დგება.
აი სწორედ ამ გადახედვის, ამ გააზრების პერიოდი იქნება თქვენთვის აპრილი, როდესაც ასე ვთქვათ, ბუნდოვანი პერიოდიდან თქვენთვის ნათელი გახდება, რომ რაღაცებს შედეგი არ მოაქვს და ის, რასაც ნაკლებ ყურადღებას უთმობთ, თუ დაუთმობდით მაგალითად ბევრად მე დროს და ენერგიას, ბევრად უკეთეს შედეგებს მოგიტანდათ. აი ამ გადალაგებას დაუთმეთ ძალიან დიდი დრო აპრილის განმავლობაში. განსაკუთრებით თუ ხვდებით, რომ თქვენი კომპეტენცია ყველა მიმართულებას ვერ წვდება, აუცილებლად ითხოვეთ დახმარება, სპეციალისტებთან გაიარეთ კონსულტაციები, თქვენ ამას არაჩვეულებრივად შეძლებთ თვის განმავლობაში და რაც მთავარია, ეს პერიოდი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი სამომავლო გეგმა, შექმნათ ის მთავარი ფუნდამენტი, რომელიც ამ პერიოდისთვის შეიძლება მოძველებულია, ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში თუ ერთი და იგივე საქმის აკეთებდით და ეს როგორც რუტინა ისე ვითარდებოდა, მიხვდებით, რომ არა, ეს ასე აღარ იმუშავებს და უფრო ეფექტური იქნება, თუ რაღაცა ცვლილებებს შეიტანთ, განახლებას შეიტანთ, ახალ ტექნოლოგიებს დანერგავთ, ან ახალ ცოდნას შეიძენთ თქვენ თვითონ, რომ კიდევ უფრო მეტი სერვისი შესთავაზოთ თქვენს კლიენტებს და ასე შემდეგ. პერიოდი საკმაოდ აქტიური იქნება, სერიოზულად სამუშაო, გადასახედი, მაგრამ სამომავლოდ ძალიან კარგი შედეგების მომტანი. ნახოთ ფინანსური მდგომარეობა, მონეტების ორიანი, მნიშვნელოვანია დაიცვათ ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. აქ ვერ ვხედავ კრიზისის ენერგიას, თუმცა არ არის შემოსავლები იმ მასშტაბის, რომ თქვენ შეძლოთ ხელგაშლილად ამ პერიოდში ცხოვრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აკონტროლოთ შემოსავლების და ხარჯების ბალანსი. ძალიან მნიშვნელოვანია არა იყოთ დამატებითი ვალდებულებები, არა იყოთ მაგალითად საბანკო კრედიტი, ახალი ვალები. ასევე ძალიან ყურადღებით უნდა განახორციელოთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციები, განსაკუთრებით დიდი შენაძენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ხარჯვის შემთხვევაში, ძალიან რაციონალურად აკონტროლეთ თითოეული თეთრი აპრილის განმავლობაში და მაშინ თუ დაიცავთ ბალანსს, თქვენ საკმაოდ მშვიდად და სტაბილურად შეძლებთ რომ გაიაროთ. რაც შეეხება სამყაროს რჩევას ამ პერიოდისთვის, ეს არის მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი, რომელიც ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ასრულებთ, ან უკვე დაასრულეთ ცხოვრების ერთი ეტაპი და ეს ეტაპი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა იწყება ახალი ეტაპი, რომელსაც ჭირდება ახალი მიდგომები, ჭირდება გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ინერციით ან ჩვევის დონეზე შეიძლება ჯერ კიდევ მოგყვებათ, გაიაზრეთ რა დაგჭირდებათ იმ მომავლის შესაქმნელად, რომელიც თქვენი ოცნებების სფეროდან არის შესაძლებელია დღეს, მაგრამ ხვალ სრულებით არ არის გამორიცხული, რეალობად აქციოთ. ოცნებები რეალიზდება, მატერიალიზდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ოცნებებიც კი იყოს ძალიან სწორად ფორმირებული. მე ბუნებრივია წარმატებებს გისურვებთ ამ პროცესებში. ასეთი იყო 2026 წლის აპრილის ტაროსკოპი ვერძებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.